სახელმწიფოს სურვილი არის განახორციელოს რეპრესია თქვენი მაუწყებლობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აშკარა, ვინაიდან მაშინ რატომ გაათავისუფლეს, რატომ თუნდაც რაღაც მიზეზების გამო დაუშვათ ვერ გადაიხადეთ თქვენი ვალდებულებები. მაგრამ ეს მიზეზები რატომ წარმოიქმნა? მიღებული კანონები, რეკლამას გიგზავნენ. გახდებით მოღალატე, ასე ვთქვათ, აგენტი თუ რაიმე გრანტს მოისიდავთ. გადაჭეტეს ყველა არხები. წარმოგიდგენიათ, საქართველოში 36,000 არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს და აქედან აქტიური, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანს ასახმებდა, აი ამ რაოდენობის იყო და დანარჩენი ეპიზოდურად გრანტებს ღებულობდნენ, იგივე ჯანდაცვის კუთხით იქნებოდა აგრარულ ან სოფლის მეურნეობაში მცირე ბიზნესის მედიის ხარდაჭერის ჯანმრთელობის უამრავი გრანტები გაიცემოდა. მთავრობამ ახლა სიამაყედ განაცხადა, რომ ჩვენო რადგან ვერავარ გრანტს ვერ მიიღებთ თუ არ დარეგისტრირდით და ნებართვა უნდა მოგწეს, ხო წარმოუდგენელია. თქვენ ახლა გრანტი რომ მიიღოთ, მთავრობაში რომ განაცხადებთ, რომ აი ეგერ მომელღაც დაუშვათ კომპანიამ რეგიონულ რომელიც და მუნიციპალურ განვითარების პრობლემებზე მუშაობს, ან თუნდაც სახელმწიფომ მოგცა თქვენ გრანტი. დაგირეგისტრირებთ, არა უარს გეტყვით. და რა თქვეს, ჩვენო 188 გრანტი გავეცით პირველ კვარტალში. წარმოუდგენელია. რის 188, 36 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და ალბათ ესე ძალიან შერჩევითად აი ეს საკუთარი მასაკია არასამთავრობოებს რომ აფუძნებენ ეთყობა იმათ მისცეს. ამიტომ გრანტები გადაგიჭირეს. კანონები მიიღეს საშინელი და ყველა მხრივ მათ შორის მარეგულირებელი თქვენი კომუნიკაციის კომისიას ძალიან გაუზარდეს მოთხოვნები და აი ასეთ მდგომარეობაშია.